მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩემი მორიგი პოდკასტია და სტუმრად ყავს ბატონი ლევან მამალაძე. ბატონ ლევან, მოგესალმებით და დიდი მადლობა რომ დრო გამონახეთ და დამიკავშირდით. მე ვიცი თბილისში ახლა გვარიანად გვიან არის. მივესალმებით ჩვენს ამერიკელ მაყურებლებს, მსმენელებს და იმ ადამიანებს, რომლებიც განიცდიან ჩვენი სამშობლო საქართველოსთან დაკავშირებით ყველა მომენტს და ვფიქრობ, რომ მათ უნდა გქონდეთ ამომწურავი ინფორმაცია, რომ განცდაც კარგი გქონდეთ და სამშობლოში დაბრუნების სურვილი არ გაუნელდეთ. ეს არის ჩვენი ამოცანა. აი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ თქვით ბატონო ლევანო, ძალიან მიხარია. შეგახსენეთ ბატონებო და ქალბატონებო, პატივცემულო მაყურებლებო, რომ ბატონი ლევანი ბრძანდება სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი, პოლიტექნოლოგი და პოლიტიკური მეცნიერების დოქტორი. ბატონო ლევან, ესე იგი, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შემხედვარე, ქართულ ემიგრაციას თამამად შეიძლება ასე ითქვას, გვაქვს ორი შეკითხვა ამ ეტაპისთვის. ერთი არის აი სკანდალი, რაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს ეხება, რომ გავშალოთ და მეორე არის გახარიას პარტიის დაბრუნება პარლამენტში. ესე იგი, პირველი კითხვა რომ გავშალოთ, რაც შეეხება ბატონ ღარიბაშვილს. ესე იგი, რაც ბატონი ღარიბაშვილი საქართველოს ხელისუფლებაშია, ორჯერ იყო პრემიერ-მინისტრი, გარკვეული პერიოდი გადადგა, ესე ვიცოდით ჩვენ რომ ნებით, შემდეგ ოცნებას რაღაც პრობლემები ჰქონდა, ან კრიზისული პერიოდი ჰქონდა, იგი მოიწვიეს და როგორც ამბობდნენ, საკმაოდ კარგი პრემიერ-მინისტრი იყო, ბევრ გამოწვევას გაართვა თავი და ყველაზე მნიშვნელოვან დროს, როცა კოლექტიური დასავლეთი გვაწვებოდა, რომ ომში ჩართულიყავით, როგორც ხელისუფლება გვამცნობდა, მან ხისტი პოზიცია დაიკავა და ამის ხარჯზე ჩვენ ომში არ ჩავერთვით. მაგრამ მე რაღაცა მეხივით გავარდა მოწმენდილ საზზე და აი ეს ამბავი მოხდა. არის ეს სისტემური კორუფციის მანიშნებელი, თუ მაინც ლოკალური პრობლემა არის დაუშვათ პრემიერის და დაუშვათ მინისტრთა კაბინეტში ერთი მოქმედი მინისტრის. თუ ეს მაინც სისტემურია. მე უფრო სიღრმისეულად მივდგებოდი მაგ საკითხს, იმიტომ რომ საქმე იმაშია, სისტემური, არასისტემური ჩვენ უნდა გავსადროთ რა ხდება ჩვენთან ქვეყანაში და რატომ საერთოდ ეხლა რატომ დაიწყო ეს ამბავი, რატომ დაიწყო სხვათა შორის ეს არჩევნები, შარშან არჩევნები 2000, ესე იგი, საპარლამენტო არჩევნები 2004 წლის ესე იგი დასაბოლოს აი პარლამენტი რო აირჩა, მაშინ დაიძრა ეს თემები. და მაშინ მოხდა სხვათა შორის ცვლილებები პრემიერისაც და სხვადასხვა მინისტრებისაც. და მე მაინც ამას როგორ უყურებ, იცით, ეს კორუფციული თემა ხშირად ტრიალებდა საერთოდ და ხოიცით ქვეყანა პატარა, საქართველოს ყველამ კარგად იცის იქ რომელ სამინისტროში ვინ რას ჩალიჩობს, მოდეს სიტყვას ვიხმარ, მუნიციპალიტეტებში, მერიებში, 1000 ტენდერები ტარდება, მე ამ ტენდერების შედეგები არ დგება, ხალხი უკმაყოფილოა, არა და ეს ყველაფერი ხდება როგორ ფონზე, იცით? აი ცნობილია თითქმის ყველასთვის ყველაფერი, მაგრამ ტელევიზიიდან სახელმწიფო ტელევიზიები ხშირად ამბობენ, რომ ჩვენთან კორუფცია არ არის. თვითონ გამოდიოდნენ ხო ვიცით ეს პირები ხო ჩვენთან დაუშვებელია ხელიც კი არ წაუწდება ოცნების თავრობის წევრს რომ ფული აიღოს ეს პრემიერების და მინისტრების ფრაზეოლოგია არის და ყველაფერი ეს იმ ფონზე როცა ბიზინა ივანიშვილი ამბობს რომ ჩვენ გჭირდება ხელისუფლება რომელიც ხალხს მოემსახურება და არა პირიქით ხალხს გამოიყენებს ხელისუფალი უნდა იყოს მსახური და ანგარიშის ჩამბარებელი ხალხის წინაშე. აი გაიგეთ და მისი გამოსვლები ნახე. ანუ ის პირი რომელიც არის ავტორი დღევანდელი ხელისუფლების ავტორია და მისი ელიტის ავტორია. მან შექმნა ეს ხელისუფლება უკვე დაწყებული 2012 წლიდან, იქ ბევრი პერიპეტიები იქნა, იქ კოალიციური, ეხლა იქ მაგასაც შეგვიძლია დაუბრუნდეთ, მაგრამ
Ძლიანობაში თანხმედრაში ვერ მოხდა, ანუ ავტორი რასაც ამბობდა, რომ ეს უნდა იყოს ხალხისკენ მიმართული, ამ დროს ეს ხალხისკენ მიმართული არ არის და მას გააჩნდა გარკვეული ინფორმაციული ის წვდომა იმისა, რომ არ იყო ეს საქმე ისე. მე მახსოვს სხვათაშორის ესეთი მომენტი, როცა მეორეჯერ გადადგა ღარიბაშვილი, მისი სიტყვებით არის სხვათაშორის ახლა ქსელში შეიძლება მოვძებნოთ, როცა ამბობს, რომ ისაო ბატონო ბიძინაო, ხო არ ამოვწურებე ჩემი შესაძლებლობები და ხო არ ჯობია უკვე ესე იგი ამ პოსტიდან წავიდეო. მისი თანხმობა მიიღო. თორე ესე უცხოდ არ მოხდებოდა ეს ამბავი. მე გავუხსენოთ ეს შარშანდელი ამბები, ხო? ამიტომ თვითონ ამ საკითხს ეს ერთი ასპექტია და მეორე უფრო მნიშვნელოვანი ასპექტი, რასაც მე ვიტყოდი, ეს აი ძალიან საინტერესო უნდა იყოს ამერიკელი ესე იგი მაცხოვრებლებისთვის, ეს არის ღალატის თემა. და ღალატის თემას აქვს საკმაოდ ფართო ესე იგი დატვირთვა. დავაკვირდეთ ჩვენ ახლა აი ამ ტენდენციებს რა. მე ხშირად ვიძახი ეს ჩემი მიდგომა არის, პრინციპიალური მიდგომა, არის ფაქტები და არის ვარაუდები. ფაქტი უნდა დავასახელო და შეიძლება იქედან გამომდინარე რაღაც ვარაუდი, რაღაცა თქვათ ანალიტიკური გარკვეული მსჯელობა დავაფიქსიროთ, ხო? ამიტომ მოდით ფაქტებს გავყვეთ. რამდენიმე ფაქტებია გარემოებიდან გამომდინარე. თუ ავიღებთ შარშანდელიდან დაწყებული წლევანდელი მდგომარეობა არჩევნების შემდგომ ახლა ადგილობრივი არჩევნებიც იყო, ასევე ამ რადიკალური ოპოზიციური ძალების გამოსვლა, ახლა ოპოზიციას პირობითად უძახი და ხშირად ვამბობ, რომ საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს ჯერჯერობით, აი ეს რასაც ოპოზიცია ქვია, ეს არის ძალები, რომელიც ფინანსდება და იმართება საზღვარგარეთიდან. არ შეიძლება საზღვარგარეთიდან მართული ძალა იყოს ოპოზიცია. ოპოზიცია ნიშნავს განსხვავებულ აზრს, განსხვავებულ მიდგომას და თვალთახედოს პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით. და არა იმას, რომ შენ ებრძოლო შენ სახელმწიფოს და თან კიდე იმართებოდე საზღვარგარეთიდან და ფინანსდებოდე. აი მე მინდა მაყურებლებმა მას მიაქციონ ყურადღებები, რომ ხშირად ჩვენ შეცდომაში შევყავართ და უფრო რაღაც ინფორმაციული და პროპაგანდის ზეგავლენის ქვეშ ექცევა ჩვენი მსმენელები, მათ შორის ამერიკაში მაცხოვრები, ვიდრე მიეცეთ მას საშუალება, რომ გაანალიზონ და ყველაფერი სწორად დაინახონ. ჩემი ამოცანაც, როგორც აი პოლიტექნოლოგისა და ამ მიმართულების სპეციალისტის, ამოცანა არის, რომ ადამიანებს დავანახოთ რეალური სურათი და არა ვიღაცის მიერ თავსმოხვეული აზრი, რომელშიც ჩვენ საზოგადოებას აცხოვრებენ, მათ შორის ამერიკაში მაცხოვრებლებსაც. აი ეს უბრალოდ გადახვევა მინდოდა. აი მოდით ფაქტები ვთქვათ. ახლა დავაკვირდეთ, როცა დაპირისპირება დაიწყო ევროკავშირთან დასავლეთთან ოცნების ხელისუფლების, დაიწყო დავაკვირდეთ ვის რა ესე იგი გარკვეული დასჯა გამოუგზავნეს სანქციების სახით. მაგალითად, გომელაური, რომელიც იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, მას სანქციები ისეთ დონეზე იყო, ალბათ ამერიკელებში მაცხოვრებლებმა იციან, რა არის მაგნიტსკის სია. ანუ მაგნიტსკი, რომელიც გაგახსენებთ თუ ეს იყო პიროვნება, რომელიც აწამეს და წამებაში მოკვდა რუსეთში. აი ეს და ამერიკამ მიიღო ესეთი გადაწყვეტილება, ანუ ვინც სპეციალური სია, ვინც ამ საქმეში იყო გარეული და შემდგომ სხვებზეც გაავრცელეს და ერქვა ამას მაგნიტსკის სიაში შეყვანა, რომ იმ სანქციების გავრცელება, რაც აი მათი მოწამეებს განუღწევს. იქ იყო ფინანსური სანქციები, იქ იყო ქონებრივი სანქციები და გადაადგილების სანქციები. ანუ ვინც მაგნიტსკის სიაში მოხვდება, არა მარტო თვითონ მისი სანათესაოც კი ვერ წავა საზღვარგარეთ. ანგარიშს ვერ გახსნის და ვიზა ბარათი თუ მასტერკარდი და ასე შემდეგ საერთაშორისო საფინანსო საშუალებებით ვერ ისარგებლებს. სანათესაოც კი ძალიან მძიმე სანქციებია. ეს სანქცია დაუწესეს გომელაურს. მიაქციეთ ყურადღება. ეხლა იმ ფონზე, როცა ეს რადიკალური ჯგუფები დადიოდნენ და ამბობდნენ, აი მოდით ეს ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა დავსაჯოთ, აი ამ ფონზე უშიშროების სუსის ხელმძღვანელს იმას ლილუაშვილისთვის არც ერთი სანქცია არ დაწესებულა. ეს ხო ფაქტია. აი რატომ არ დაწესებულა? არ გებადებათ კითხვა? ერთი სანქციაც არ დაწესებულა ლილუაშვილის მიმართ. ანუ ლილუაშვილი თავისი ამხელა სისტემით, უშიშროების სისტემით, ეს უშიშროების სისტემა ჩვენ საქართველოში ხო უნდა ვიცოდეთ როგორი სახე მიიღო. მე არ მომწონს ესა. და პირდაპირ გეტყვით, რომ უშიშროების დახასიათებისა და რეკომენდაციის გარეშე სახელმწიფოში უწყებაში მუნიციპალიტეტები იქნება თუ სხვა საჯარო სამსახურის სისტემა, ხო, დამლაგებელსაც ვერ მიიღებ.
ეს არის ფაქტი. თუ იმათი რეკომენდაცია ODR-ებს და რაღაცებს ეძახიან, იმათი რეკომენდაცია ODR-ები კიდე არის? რა თქმა უნდა არის, აბარა ეს სააკაშვილის მიერ დაწესებული სისტემამ გადმოინაცვლა ოცნებაში. მათ უბრალოდ გამოეცალათ ეს ძალისმიერი, ძალადობრივი ფაქტორები, რომ ეხა იჭერდნენ ხალხს რაღაცას მოუგონებდნენ, ყველა იჭერდნენ ნებისმიერ მოწინააღმდეგეს, ეს არ არის, მაგრამ თვითონ კონტროლის და სახელმწიფო სისტემის გაკონტროლებისა და მართვის თვალსაზრისით ეს დაიტოვეს, ეს ფაქტია. ეს ფაქტებს ვიძახი. ანუ ლილუაშვილისთვის სანქცია არ დაუწესებიათ. ამხელა სისტემა, რომელიც აკონტროლებს ყველაფერს ფაქტიურად, ყველა მიმართულებას, არა მარტო სახელმწიფო ბიზნესებსაც შემდეგ, საბაჟო იქნება, ბიზნეს სფერო იქნება, სამეწარმეო საქმიანობა იქნება, სახელმწიფოზე უკვე ვთქვით, სახელმწიფო თუ მუნიციპალური სისტემები. ამ ადამიანზე ერთი სანქციაც არ არის დაწესებული. კითხვა ხო ჩდება. რას უკავშირდება ეს? ეხლა მეორე მომენტი გაავყვეთ ამას, ხო? თუ კი ამას შევხედავთ, ეხლა მეორე მომენტი ძალიან მნიშვნელოვანი. ფაქტები არის კიდევ, რასაც თვითონვე აფიქსირებენ. ეგერ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, მათ შორის აი ხაბეიშვილი მაგალითად, ეს მე არაფერს არ ეს არ არის ჩემი ნათქვამი. ეს არის ყველაფერი დადებული ოფიციალური მასალა, როცა ხაბეიშვილს უხდი და უშიშროება ფულს და ზედმეტ სახელი რაღაცა ქალის სახელიც კი ქონდა დარქმეული რა. ანიუტა თუ რაღაც არ მახსოვს, ჰა? ანიტა. ხო, აი სახელი. ეხლა უყურეთ, ეგეთი სახელების ხვებიც ხო იყო. შევხედოთ სხვადასხვა ტელევიზიებს, ისეთი ინფორმაციები ეძლეოდა თვითონ სახელმწიფო უწყებას არ ქონდა. საიდან? წყარო. შევხედოთ ამ მომენტებს, ხო? გამხელა ინფორმაციების, ჟურნალისტური გამოძიებების და ასე შემდეგ სხვადასხვა პირებზე, მინისტრებზე და ასე შემდეგ. ეს მიდიოდა. ნაციონალური მოძრაობის დიდი ნაწილი და ლიდერები ფინანსირდებოდნენ და იმართებოდნენ უშიშროებისგან. და ამ დროს უშიშროება სანქცია არაფერი არ აქვს დაწესებული. და ბოლო დროს კიდე იმანაც გამაკვირდა, გამოდიოდა ეს ხიდაშელი თუ რაგვარია ეს ქთინა და იცავდა ლილუაშვილს. აგერ ყველაფერი ხოდეს იცავ თინა ხიდაშელი, რომელიც ფინანსირდება საზღვარგარეთიდან, თავდაცვის მინისტრი იყო ყოფილი და იმართება საზღვარგარეთიდან, იცავს უშიშროების მინისტრს, ხო? ესე იგი, აი ამ ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია უკვე დასაბუთებული ვარაუდის თქვას, ეხლა მე ვარაუდს ვიძახი, რომ იმიტომ არ ქონდა სანქციები, რომ ის მიბმული იყო დასავლეთის სისტემაზე. ის მიბმული იყო იმასთან, რაც 4 ოქტომბერს მოხდა. აბა შეხედეთ კიდევ ფაქტები. გამოდის მიტინგზე ბურჭულაძე და ის ყოფილი პროკურორი ზოდელავა, გამოდის არის ჩვენ ახლა მივდივართ, აი პირდაპირ გადაახვიეთ და ნახეთ. ჩვენ მივდივართ, ჩვენ დავამთავრებთ ამ ხელისუფლებას, ჩამონათო ამას დავიჭერთ, იმას დავიჭერთ, ჩამოთვალეს ვისაც დაიჭერეთ, ხო? სია ქონდა და ახლა მივდივართ და ჩვენსკენ გადმოვა პოლიცია და ჩვენ ავიღებთ ამ შენობას და მოგცემენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის გასაღებს გადმოგცემენ. მიდიან, ეხლა რისი იმედი ქონდათ ამათ, ხო? ანუ ეს პროექტი მომზადებული იყო მთლიანად, აი როცა მე ღალატის ფაქტორს ვიძახი. ეს თემები გასკდა. ეს გასკდა ცოტა ადრე და შემდგომ რა თქმა უნდა, ახალი მინისტრი დინარაძე რომელიც დაინიშნა, იგივე პრემიერ-მინისტრი კობახიძე და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი ამ ამბავს მართავდა, თავისთავად ესე იქნება და ეს გეგმა მიიღო ის ხასიათი, რომ აი ეს დაქირავებული ხალხი მიტინგებზე რო გამოდიოდნენ, შეასრულეს ის რაც უნდა შეესრულებინათ, მაგრამ უკვე იყო სახელმწიფოს მიერ მართული, როცა ლილუაშვილი უკვე გადააყენეს. აი ამას მივაქციოთ ყურადღება. ფაქტობრივი გარემოებები ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ ამ ღალატის სისტემაზე ვილაპარაკოთ. ან ერთი მნიშვნელოვანი კიდევ არჩევნების წინ შარშან ლილუაშვილი ამერიკაში იყო ჩასული. არანაირი სანქცია არ აქვს თან გაითვალისწინეთ დაწესებული. ჩამოვიდა თითქოს უნდა მოეგვარებინა ეს საკითხი, რაღაცეები ჩამოვიდა არაფრით, მაგრამ ჩვენ არ ვიცით იქ რაზე მოილაპარაკეს. რა გარანტიები ქონდა მიცემული, რა მომენტები ქონდა, იმიტომ რომ იცით რა არის ახლა როცა ამას ვამბობთ, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ამერიკა ცუდია, ევროპა ცუდია, იმათ თავიანთი ინტერესი აქვს. იმათ რა თქმა უნდა, უნდათ რომ ხელისუფლებაში ყავდეს ისეთი ჯგუფი, რომელსაც მართავს და რასაც დაავალებს, იმას გააკეთებინებს. ეს გინდა ომი დაიწყება, არ დაიწყება რუსეთთან, ბლოკადას გამოუცხადებთ რუსეთს ჩვენ საზიანოდ თუ რაღაცას გავაკეთეთ. არა აქვს მნიშვნელობა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რაც მათ ჭირდება.
ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება თუ არა, ზიანს მოგვიტანს თუ არა, რა თქმა უნდა, ეხლა სახელმწიფო State Department-ში ვიღაცა როზის ანალიტიკოსი და საქართველოზე აგებს პასუხს, ის რა საქართველოს ინტერესებით ადგენს სქემებს, რომელიც უნდა შეთავაზოს რუბიოს ან იგივე თეთრ სახლს, ეს არ ხდება, ჩემო ძვირფასებო, ყველა მუშაობს თავის ინტერესებში. ამიტომ ეს გაიშიფრა და მე შემიძლია ჩემებური და ახსნა ამას მივცე იმ ფაქტებიდან გამომდინარე, რასაც ვამბობ, რა გიყო დიდი ღალატის ფაქტორი, რომელიც გაიშიფრა, ეს ბიძინა ივანიშვილთან მივიდა და შემდგომ ეს გადათამაშდა და ბრიყვების როლში გამოვიდნენ ეს ბურჭულაძე და ზოდელავა, რომლებიც ეგონათ რომ იქ რაღაცა და ის სცენარი რა იყო რომ იქ მივიდოდნენ პოლიცია გადმოვიდოდა ათენ მხარეზე მე შემოძახებდნენ მობრძანდებოდა ალბათონი სალომე და იტყოდა მე ვარ პრეზიდენტი მოცვივდებოდნენ მე ეს ისინი რა ქვია ელჩები როგორც 2003 წელს რო იყო გადატრიალება რომ მოახდინეს და მოცვივდნენ ეს ელჩები და თურმე ეს გადატრიალება დემოკრატიის ის ყოფილა შუქურა და აღზევება ხო იგივე გაკეთდებოდა ამას მოყვებოდა მე ევროპიდან განცხადებები ამერიკიდან განცხადებები მერე რამის გაკეთება სახელმწიფო ძალიან დაუჭირდებოდა. რა თქმა უნდა, ეხლა სახელმწიფო ისე სუსტი არ არის, როგორც 2003 წელს იყო, მაგრამ გაკეთება, როცა ეხლა გამოვა იქ მაკრონი, გამოვა ის გერმანიის კანცლერი და ასე შემდეგ და თეთრი სახლი განცხადებას გააკეთეთ, რომ ისინი ცნობენ ამ ხალხის თვითგამორკვევას და მათ ჰქონდათ უფლება, რომ ხელისუფლება გადაეგდოდა. ნუ ხო ეს ფრაზეოლოგიაა. ამ საერთაშორისო კანონმდებლობას ერთი ბოლოდან შეხედავთ თუ მეორე ბოლოდან, ხო? და იქნებოდა ორი ხელისუფლებიანობა. იქნებოდა ძალიან რთული მდგომარი, იქ უკვე ძალისმიერი მეთოდის განხორციელება ამ პირობებში ძალიან გაცნელდებოდა, მაგრამ ჩაიშალა ესა და აი ეს შეტრიალდა, მერე უკვე შეუტრიალდათ იქეთ და მაგრად იმუშავეს, ეს უნდა ითქვას ახლა იგივე ბინარაძემ, ყობახიძემ და ვინც იყვნენ ეს გუნდმა, ახალმა გუნდმა, მაგრად იმუშავეს. ახლა გამოდიან სპეციალურად რაღაც ღობეები ჩახერხეს, რა მნიშვნელობა ღობე რო არ იყოს შეფეში გნით. ეგერ ამას წინათ ვეუბნებოდი, საგარეო საქმეთა სამინისტროს კარები აქვს ეგერ რო ჩვენთან, ხო? იქ რო შევარდა, ესე იგი უნდა თქვა, რომ აი ღობე რატო არ დამიყენეთ. ღობე რო ყოფილიყო, ხო არ შევიდოდი მე შიგნით. ან დაინინგ სტრიტზე, იმაში ლონდონში იმისი პრემიერ-მინისტრის, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი პირდაპირ კარებს გააღებდა შედიხარ. ესე იგი თუ იგი შეხვედი პრეტენზია შეგიძლია წავყვანო ღობე რატო არ იყო. ნუ ეს ცოტა სასაცილო რაღაცა თემებია, მაგრამ თლიანობაში რა თქმა უნდა სახელმწიფო იმუშავა მანქანამ რომ ეს ყველაფერი დიდი ღალატის თემები რაც მე ვილაპარაკე უკვე გამოეყენებინა იმისთვის რომ აი ეს აგენტურის დიდი ჯგუფი რომელიც არის ჩვენთან აი ოპოზიციად წოდებული ჯგუფები რომ ისინი დაემარცხებინან აი მე ხშირად ვამბობ ეგეთ რაღაცას როგორ იყო იცით აი სააკაშვილის დროს იმას რომ მიუგზავნეს ლონდონში სხვათა შორის პატარკაციშვილს რომ მიუგზავნეს და ჩაუწერეს და მე ატეხეს და აქ მირობა ჩაიდინეს და თუმე რა მაგარი საქმე და ჩვენ გავხსენით დაიჭირეს ვიღაცები ხო რა ამბავი მოყვა ამას მიახლოებით ეგეთი იყო გამოყენებული და ეს უფრო სწორად და აი მართლა სახელმწიფო გადატრიალების თელობა აი ფილიგრანულად გამოიყენა ახალმა გუნდმა ოცნების ახალმა გუნდმა და ეს თემა გაშიფრა და ფაქტიურად ამის საფუძველზე მათ მიიღეს სრული ლეგიტიმური უფლება რომ ეს აგენტურული ჯგუფები ოპოზიცია წოდებული ფაქტიურად გაანულონ აი ეს მივიღეთ ჩვენ ეხლა ამას რა მოხდა რამდენად იყო კავშირში ხა მე მაგას ვერ ვამბობ იმიტომ ჯერ ბოლომდე არ არის დამთავრებული იყო თუ არა კავშირში ირაკლი ღარიბაშვილი ამბავში ილუაშვილის თემებში იყო თუ არა ჯერ ბევრი რაღაცა არ არის გარკვეული მე როგორც ვატყობ ეხლა ფრთხილობენ ბევრ რაღაცას იმ ხელაზე არის აგორებული ეს ამბავი მე ისე წარმომეწონა ეხლა პირდაპირ გეტყვით აი მაგალითად ღარიბაშვილის მიმართ გამოიყენეს თქვათ გირაო ხო მილიონი და 6 მილიონი სახში უპოვეს და რაღაცებს ახლა იძახიან შემსუბუქება ეს კორუფცია კი არ არის ეს არის უკანონო ბიზნესი და რაღაც ასე შემდეგ აფხელა ფულებს უჩვენებენ ოქროებს უჩვენებენ ლილუაშვილთან დაკავშირებით ჯერ გაჩუმება დგება ახლა საკითხი სამართლიანი თემა თუ არის ხო ყველასთან იყოს მე საერთოდ მიმაჩნია რომ ციხეში არავინ არ უნდა იჯდეს ეგ არის რაღაც აბსურდი ეს არის ანაქრონიზმი ძველი საზოგადო ადამიანი რომელიც საშიში არ არის საზოგადოებისთვის ციხეში ჩაცმა და კიდე სახელმწიფო უმკურნალოს, აჭამოს, ასვას, შეინახოს ფული დახარჯოს აბსურდად მიმაჩნია.
დაუკეთონ ეს სამაჯური და იყოს სახში და თავის მიხედოს და საჭმელიც ჭამოს და იმკურნალოს კიდევაც. და სახელმწიფოს ამხელა ის გაუკეთონ, რა ქვია, ეკონომია გაუკეთონ. რატომ ვამბობ იცით? ეხლა მაგალითად არასწორად მემაჩნია ღარიბაშვილს მისცეს მილიონის გადახდის საშუალება და სახში იყოს სანამ მიდის ეს პროცესი ძიების და სასამართლოსი და იგივე 8 შვილის მამა არის ბურჭულაძე არ ვიცი ეხლა ის იმით ინტელექტით ეს პიროვნება როგორია, მაგრამ იმას არ მისცეს. ეხლა ის ღარიბაშვილი თუ არ გაიქცევა ის რატო გაიქცევა, სად უნდა გაიქცეს? ხოლო ისიც საქმისდარი ხო. ამიტომ აქ რაღაცა ის როგორაა იცით, აი მოდი შენ ცოტა შეღავაც გაკიკეთებ, ამას შეღავაც არ გაუკეთებ, ეს ცოტა არ ღვევს სამართლიანობის პრინციპს და ეს მიმაჩნია არასწორად. და მეორე კიდევ სრული აბსურდი, ეხლა მე ჩემ თავზე მინდა გითხრათ რა. ბევრმა არ იცის ეს ამბავი და ზოგს გონია დღესაც, რომ ლევან მამალაძე ზოდები ქონდა ცხენზე შემოლაგებული და ნიანგის ჭუკებს ზრდიდა და ატყავებდა რა. აი ბეგემოტებს ამრავლებდა. ხო იცით ეს გავრცელებული ჭორები რაც მე სააკაშვილმა გამევცელა და 17 წელი მომისაჯეს რისთვის იცით? ეს ხო ჭორები იყო, ეგეთი რამე არ აფსებობს. ვერ ჩემთან სახში ყოველ დღე ჭხრეკა ტარდებოდა, ყოველ დღე ჭხრეკავდნენ. არაფერი არ არსებობდა, ხო? ამის რა გააკეთეს, რომ რაღაცა რო გაეკეთება დეკლარაციას. 1998 წლიდან რომ ვავსებდი როგორც სახელმწიფო მოხელე დეკლარაციას, რაც მეწერა მანქანა და ვიზა ბარათი, მანქანა რომელიც გავყიდე და 35,000 ლარი ჩავწერე და მეწერა ეს სწორად და შენიშვნა არ ქონია და ვიზა ბარათზე მქონდა 6,000 თუ რაღაც 7,000-მდე ბრუნვა 4 წლის განმავლობაში, ეს ყველაფერი გამომიცხადეს უკანონოდ რაც მეწერა და 17 წელი მომისაჯეს. იმიტომ რომ არ მტკიცებულება არ ქონდათ, მაგრამ მათ არ აინტერესებდათ ეს სააკაშვილის სასამართლო. ეხლა აჩკებით ფულები დევს, საათები, ოქროები, ბრილიანტები და ეხლა იცახე რა მოხდაო, კაცო, ეხლა სხვა ხო მეც სიპარავდაო. დეკლარაციაში რო არ ეწერა რა მოხდაო. და მიგეთ როგორი ხება გადაცდომას აქვს. გაიგე? ანუ რაც მე დავისაჯე, იმიტომ რაც მე მქონდა დაწერილი და შეადრე და ეხლა ამათ კიდე შეღავაც უკეთებენ რაც გაქვთ მოპარული შენახური არალეგალური და რაც საერთოდ აღრიცხვაში არ ქონდათ ესე იგი დაფიქსირებული. აი ხო უნდა შევადაროთ რა როგორი თემა არის. ამიტომ ამას რატო ვამბობ იცით? ამას ვამბობ იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ კანონის მოქმედება ყველასთან თანაბარი და ერთნაირი იყოს რა. და ამას წინათაც ეხლა შევლობდით რატო ვამბობ? აცი ეხლა რომ მაღაზიაში შევიდეს და რაღაცა მოიპაროს, ძეხვი მოიპაროს ან რაღაცა ფოტოაპარატი თუ ტელეფონი, ხო, დაიჭერენ ქურდობაზე, ჩასვამენ მინიმუმ 7 წელს მისცემენ. მინიმუმ 7 წელს მისცემენ. რაც ეხლა ზოგი ამბობდა შაყირით რომ თუ იპარავი დიდი ფული უნდა მოიპარო, რომ ნაკლები დანაირსა სასჯელი მიიღო. ნუ ესე ჩაყირის დონეზე. ბატონო ლევან, ეხლა მოდი ისე თქვა და 1 მილიონი ლარი აქ გაჩნდა ეგეთი შეკითხვა. კი, ამდენი ხანი სახელმწიფო მოხელე იყო და არ ქონდა პატარა ხელფასი, მაგრამ მილიონი ლარის გირაოთ მიტანა. თვითონ არ ბადებს კითხვის ნიშნა საიდან. მილიონი ლარია ის ხო არ არის 10,000 ლარი, ხო? აიდან შეუდგა რახან იქ 7 მილიონი დოლარი იდო მაგიდაზე კალკულაცია გააკეთეს და 1 მილიონი ლარი არაუშავს რა იქნება? აი ესეც ცოტა ესეთია რა, უცნაურია რა. მე ერთ რამეს გეტყვით რა, მილიონს დაუწესებდნენ თუ 2 მილიონს მაგათ გადახდა მაგისი არ გაუჭირდებათ. იმიტომ რომ მაგაშია საქმე ხო, არ გაუჭირდება, ვისაც ფული არ აქვს, იმან იკითხოს და იმას არ ზგირაოს, არც უწესება, არ უკმაყოფილებენ. ეს უსამართლო მიდგომა არის. საერთოდ, მოდით ორ მხრივად შევაფასოთ ეს ამბავი რა. ერთი ის რომ დაიწყო ეს პროცესი და უნდა ვთქვათ, რომ ეს დადებითი პროცესია და პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილის მონდომება რო არ ყოფილიყო. დღესაც თანამდებობის პირები გვეტყოდნენ, რომ იცით რა, ჩვენთან კორუფცია არ არის, ყველაფერს გვიგონებენ, არ არსებობს არაფერი. ამ დროს ყველამ კარგად იცის თბილისის მერიაში რა ხდება, მუნიციპალიტეტებში რა ხდება. ეს თელის კონგლომერატი არის კორუფციული სისტემისა, რომელიც გამოწორება რომ მიიყვანოს ყველგან, როცა ვამბობ მუნიციპალიტეტს, სოფლის მეურნეობა გნებავდა, აი ეს თელი კონგლომერატს რატო ვამბობ, იცით? ეხლა როცა წამოწიეს, თუ ამას ვამბობდით რა და თვითონ წამოწიეს და მართლა დადებითად უნდა შეფასდეს. როცა დააკავეს პირები ხელშეუხებელი პირები, მათ შორის საკრებულოს წევრების, დეპუტატების ახლობლები და ასე შემდეგ, რომლებიც, ესე იგი,
ტენდერებში ავანსიანი ტენდერი რა არის იცით 30% სახელმწიფო წინასწარ გაწევს დებილი რომ მიიყვანო ხო რომ ფული რო არა გაქვს წინასწარ სახელმწიფო გიხდის და პროექტი უნდა შეასრულო ვინ იგებდა ამ ტენდერებს ხო ყველაფერი ხო ნაცნობობით კეთდებოდა მაგრამ მიუხედავად ასეთი ხელშეწყობისა ან უხარისხოდ აკეთებდნენ ან ისე აკეთებდნენ რომ ერთ წელიწადში ფუშდებოდა ან ხალხი ელოდებოდა წყალის მიღებას წყალი ვერ მიიღეს მილები ჩაყარეს გათხარეს ზოგი კანალიზაცია კანავა უნდა გაეთებინათ ესე იგი ვითომ სამუშაოები ტარდებოდა შედეგი არ დგებოდა და ხალხი ხო ამას ხედავს გავიგეთ ამიტომ ეს ყველაფერი ზოგი სკოლა დაიწყეს და არ დაამთავრეს ბაღი არ დააკავეს რამდენიმე პირი მაგრამ ეს ამას აქვს რამხელა მასიური ხასიათი იცით ამიტომ როცა ჩვენ ვიძახით მაღალი ეშელონებიდან რომ დაიწყება ეს ბოლომდე უნდა გაყვეს გაწმენდა თუ დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა ბოლომდე უნდა გაყვეს ამ გაწმენდას ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ თუ გვინდა რომ ეს სიტუაცია კარგახნით იყოს აი დადუღაღბებული რომ ხელი არ გაუწდეს ჩინოვნიკს რამე მოიპაროს ან ბიზნესი აწარმოოს და მე თვალები დაგვინაბონ და გველაპარაკონ თურმე რამაგრები არიან და ყველა არაფერი პრობლემა არ არის დღეს შეგიძლია არჩევნებით სკამი გაიყვანო პირს რო არ აღებს ის დანიშნო მაგრამ ჩვენ გვჭირდება ის ლიდერები რომლებიც სულთა არიან და სახელმწიფო სულთად ემსახურებიან აი ამაზე არის ლაპარაკი მე გავლილი მაქვს უამრავი რამე და ვიცი და რამდენი აი ის მივიღე რა ქვია წვალება და უბედურება იმიტომ რომ პოლიტიკურ დევნაში მოვხვდი და აქ ჩვენ უკვე პირდაპირ ფაქტები არის ხელში უჭირავთ მილიონები და 1000 ქონება 80 ბინა ქონდა ვიღაცა საიდან ძალიან მარტივია იცით რატო ვიძახი თუ კი მოინდომებენ ამის გაყოლას რა უნდა აიღეთ დეკლარაცია რომ სანამ გახდებოდა თანამდებობაზე დაინიშნებოდა რა ქონდა და მერე რა გაუჩნდა მაგას ან მის საახლობლოს ამიტომ ეს ანტიკორუფციული კანონმდებლობა ესე კი არ უნდა იყოს აი ეხლა დღესაც აჩვენებდნენ ძალიან ცუდი ფაქტი იყო რომ კითხვას უსმევენ ანტიკორუფციული სამსახურის ხელმძღვანელს და ეუნებიან შარშანდელი დასმულ წელს დასმული, მაგრამ სანამ ეს ამბები გასკდებოდა. რა აი ისა ღარიბაშვილზე, ლილუაშვილზე თქვენ გააქვთ რამე შენიშვნები? არაო, ჩვენ არაფერი შენიშვნა არა, ყველაფერი კარგად არის შევსებულიო. და ეხლა გამოდიან და ამბობენ, რომ შევსებული კი არ დამალულია ყველაფერი. შეტანილი არ იყო არაფერი. ამიტომ ეს პროცესი დაიწყო, ესე კი არ უნდა შევხედოთ ჩვენ, რომ აი ოცნების ხელისუფლება უარგისია და არ არის ეგრე. ჩვენ დავაფასოთ ის, რაც მოხდა. ეს უნდა დავაფასოთ შემოგარგებო და პირიქით უნდა ვთქვათ რომ ბიძინა ივანიშვილის ყოჩახ რომ ეს ნაბიჯი გადადგა ნაბიჯი ესე მარტივი არ არის კაცო ის თავისი შვილის ნათლია არის ღარიბაშვილი ნათლია რომ დაიჭირო ეხლა შენ და ეხლა რაღაცას უნდა იმდენად უნდა გაგიტყდეს გული იმდენად უნდა გიღალატოს ადამიანებმა მისი გაზრდილი არ არის ლილუაშვილი ხელით ათრია ვინ იყვნენ ესენი უარყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი არ თანამდებობა იქნებოდა და არც გაუვლიათ რაღაცა პოლიტიკური იერარქია ბანკიდან თუ დაცვიდან თუ ვიდან მოიყვანეს და დანიშნეს. ხო, ქართულ შემადგენლობაში მე რატო ვიძახი, ეხლა ჩემს გარშემო ვინც არის ზოგი, სულ ეროვნული მოძრაობიდან მოვდივარ, სტუდენტური მოძრაობიდან მოვდივარ და გავლილი გვაქვს რაც კი უბედურება საქართველოში მოხდა, ყველაფერმა ჩვენ თავზე გადაიარა. და ეხლა ამას რატო ვამბობ, იცით, ერთ მნიშვნელოვან დეტალს მივაქციოთ ყურადღება. რატომ უნდა თქვა იგივე ეს, აი თქვა გადატრიალების თემა, რომელიც დასავლეთიდან იყო, უნდა ითქვას პირდაპირ. დღესაც არ არის დალაგებული სიტუაცია იგივე ივანიშვილის ხელისუფლებას ეხლა ვინც არიან ახლები იმათაც არ არის დალაგებული რატომ ეხლა დააკვირდით ერთ რამეს აკი მოდი ავიგოთ ეხლა რასაც ამბობს დღეს პრემიერი კობახიძე და რასაც ამბობს ტრამპი ერთი და იგივეა არაფრით არ განსხვავდება ბრძოლა თუ გინდათ რასაც ებრძვის საქართველოს დღეს შიგნით თუ გარეთ იგივეს ებრძვის ტრამპი ამერიკაში შიგნითაც და გარეთაც გნებავთ ეს რადიკალური ჯგუფები, გნებავთ ეს მიგრაციული პროცესი, გნებავთ ეს კორუფცია და ეს რაც ბაიდენის ჯგუფიდან გაკეთებული ეს მოძრაობები და ასე შემდეგ და ოჯახის სიწმინდე და რაღაც ტრადიციების დაცვა და LGBT-ს პრიმატი ანუ ეს ყველაფერზე თავს მოხვევა რომ გაჩერდეს, ხო, დარეგულირდეს ეს ამბავი. იგივე სიძახის, მაგრამ ხო არ არის დალაგებული. იმიტომ არ არის დალაგებული ჩემო ძვირფასებო რომ დასავლეთი საქართველოს განიხილავს მის გამოყენების ერთ-ერთ საშუალებად. გნებავთ ამხელა კორიდორი რომელიც ჩინეთს უკავშირდება ეკონომიკური კორიდორი ჩინეთი შუა აზია კასპია შავი ზღვა ჩვენი გავლით ხომ
ეხლა იქ სომხეთის გზაც იხსნება, რუსეთის თემატიკა, რუსეთის ჩაკეტვა, მისთვის პრობლემების შექმნა, შავი ზღვის გამოცხადება, როგორც იგივე დასავლეთის მიერ კონტროლირებადი ზღვა და ასე შემდეგ. უამრავი კომპლექსური თემები არის აქვს. უამრავი. და ამიტომ ისინი არ განიხილავენ მიუხედავად იდეოლოგიური და შინაარსობრივი თანხვედრისა, საქართველოს მაინც არ განიხილავენ პარტნიორად, თუნდაც რომ იყოს მორჩილი. ეს არის. იმიტომ რომ ყველა კიდათ ევროპაში, ბრიუსელში აიღეთ, სტრასბურგში თუ ვაშინგტონში, ხო? ყველა ეს ანალიტიკური თემები ტრიალებს ისე რომ საქართველოს გამოიყო იგივე მოსკოვის რო ავიღოთ. ყველას ჩვენი გამოყენება უნდა. და ჩვენ ახლა ვართ სხვა ფაზაში. მე ეს რამეს გაგახსენებთ რატომ იყო ეს თემა ესეთი ფორმატით ხო უყვებოდი კიდევ აქაც მინდა გითხრათ აი გავიხსენოთ დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან ეროვნული ხელისუფლება ზუსტად გამსახურდია მოვიდა და დასავლეთი რას ამბობდა რომ მიდის იმის წინააღმდეგ დინების წინააღმდეგ მიდის რატომ მიდიოდა დინების წინააღმდეგ იმიტომ რომ მათ ისინი უკვე რუსეთს აკონტროლებდნენ და რუსეთთან მიმართებაში რომ ითხოვდა დასავლეთის დახმარებას მათ სხვანაირი ხედვა ჰქონდა არ ჭირდებოდათ ეს და ჭირდებოდათ უფრო აი არა დალაგებული არამედ არეული სიტუაცია ხო მე რითი გახეთქეს შიგნიდან ვინ უღალატა ზუსტად გამსახურდია რომ შემოგზავნილმა ხალხმა ისევ თავისი პრემიერმა, თავისმა თავდაცვის მინისტრმა და ასე შემდეგ. ხუთელი ჯგუფი იყო, რომელიც განუდგა და დეპუტატები. მოახდინეს გადატრიალება, მათ მოაგორეს ეს დარბაზანი და თბილისში ისროდნენ. ჩვენ ყველაფრის თან მონაწილე ვართ და ჩემ თვალწინ ხდებოდა ეს ყველაფერი, ხო? და ხომ და ითქვა შიგნიდან გატეხეს. ჩამოვიდა მე შევარდნაძე დასავლეთის დაკვეთით იყო შევარდნაძე მაშინ შეიქმნა სტრუქტურები მთელი სახელმწიფო სისტემა მაშინ ჩამოყალიბდა მაგრამ როგორც კი შევარდნაძემ დაიწყო ესე იგი პუტინთან მოილაპარაკა რომ მოგვარებულიყო წასვლის წინ 2003 წელს ხდება ჩემთვის პირადად აქ მოყოლილი ვიღაცის ამბებს არ გიყვებით როცა აფხაზეთის და ის სამხრეთ ოსეთის თემა უნდა გადაწყვეტილიყო ცხინვალის რეგიონის ხო მოილაპარაკეს პუტინთან და პირდაპირ მითხრა რომ ჩვენ ნატოსთან უნდა შევანელოთ ურთიერთობები და აგერ გეგმა მომზადებულია მაშინ არც აღიარებული იყო არაფერი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას ცნობდა რუსეთი და ეს ყველაფერი ეტაპობრივად დაბრუნდებოდა ტოლვილების დაბრუნება და ყველაფერი იყო გაწერილი როგორც კი რეგულირდება იმ წუთში დავალება წამოვიდა რომ უნდა გადატრიალება მოხდარიყო საქართველოს და მოხდა კიდევ თავად შევარდნაძე გითხრათ ხო ეს 2003 წელს ირადა რა თქმა სექტემბერს დასაწყისში შეხვდა პუტინთან რომ ჩამოვიდა მომიყვა დეტალურად მომიყვა ეს ყველაფერი ვიცი ესე იგი გადატრიალებას მოხდა იმიტომ დალაგება რუსეთის გარშემო დალაგებული თემა არ აწყობდა დასავლეთს არ აწყობდა და მას ჭირდებოდა რომ ყოფილიყო ისეთი აი წრე რომელიც აი გააკონტროლებდა და ვერცად ვერ გაექცეოდა თქვა იგივე ამხელა რუსეთი ხო კი ამას იყო მოიყვანეს სააკაშვილი მე ყავდათ ეს სააკაშვილი თავისი დაქირავებული რავი 1000 უბედურებას ჩადიოდა რა არ გააკეთა აწამა ხალხი გააუბედურა მოკლა ბიზნესები წარდო მაგრამ ხო მათთვის ხო დემოკრატიის შუქურა იყო მაგი კი არა ეგერ ქალბატონი კლინტონი შევიდა და იმასაც წერდა რომ სააკაშვილს ესე იგი 2008 წელს რომ საქართველოს დაღუპა ტერიტორიები მისცა გადასცა ესე იგი რუსეთს სტრატეგიული ობიექტები მე აჩუქა და თვითონაც წილში ჩაულდა კოდორი იქნებოდა თუ ახალგორი და ასე შემდეგ ყველაფერი გადაულოცა თავისი შეიარაღებით ხო ნობელის პრემიაზე წარადგინა გაიხსენეთ ეს ყველაფერი აი როგორი ცინიზმი არის ყველა აი შევხედა აი როგორი ცინიზმია და კაცმა ესე იგი საქართველოს დაღუპა ამ ხელა ომში ჩაითრია რისთვის და დამარცხებულად და ის კინტაური აცეკვა იქ რუსთაველზე და ის რა ქვია კლინტონი კიდე გამოვიდა და ნობელის პრემია მივცეთ. აი ეს არის ეს აი მიდგომებს გეუბნებით რა. ანალოგიურად მოხდა, ხო? ეხლას მე რა გონიათ ეს უბრალოდ რატო შეცვალეს იმ ხელა აჟიოტაჟი იყო სააკაშვილის რეჟიმის მიმართ რომ მე ციხის კადრები რო გამოვიდა უკვე ვეღარ აჩერებდნენ და ამერიკელებმა პირდაპირ უთხრეს სააკაშვილს შო შენ წაგებული ხარ ანუ უნდა მოვიდეს ახალი ხელისუფლება ეს კოალიციური იყო მაშინ ხო გახსოვთ ეს 1000 ეს სააკაშვილისგან გამოქცეული ჯგუფები იყო შემოიკრიბა მაშინ ბიზინა ივანიშვილმა მაშინაც ესე გადაულოცეს ეს ამბავი და ვითომ კოჰაბიტაცია და ასე შემდეგ მაგრამ ინარჩუნებდნენ ამ აგენტურ ქსელს რომელსაც საქართველოში რო რაოდენობა არის არასამთავრობოების
და აი ეს პოლიტიკური ჯგუფების დაფინანსება არსად არ ყოფილა. საქართველოსთან კიდე იმართებოდა სომხეთში, აზერბაიჯანში და კიდე სხვა ქვეყნებში. ანუ ხაბათ შექმნეს ეს. ეს იყო გაკეთებული, იმიტომ რომ ჩვენ რაიმე სუვერენიტეტის გამოვლინების საშუალება არ გქონოდა. და ეხლა ამ პროცესებმა მიუხედავად იმისა, რომ შეგვიძლია ბევრი ვაკრიტიკოთ და ბევრი ცუდის თქვაც, ასევე უნდა ითქვას, რომ საქართველომ მიიღო საშუალება, რომ თავისი ბედის გადაწყვეტაზე თვითონ იზრუნოს. ყველა შემთხვევაში უფრო მეტი თავისუფლება მიიღო. და მე ამას როგორ ვაფასებ, იცი, სხვაგანაც თქვი ეს ამბავი, რომ ავიხსენოთ ჩვენ რა ხდებოდა, ეხლა ზოგი იძახის აი ეს დიქტატურა და ეს ავტორიტარიზმი და ასე დაიწყებენ და ვინ ლაპარაკობს ამას, მე ბევრი რამე შეიძლება არ მომწონდეს და გითხარით კიდევაც საკრიტიკო უფრო შემიძლია ბევრი გითხრათ, მაგრამ ამას ლაპარაკობს სწორედ ის დაქირავებული ხალხი, რომელიც საზღვარგარეთიდან იმართება. პოლიტიკაში საერთოდ ორი ძირითადი ფაქტორია დაპირისპირების, ეს არის ფული და ეს არის თანამდებობრივი პერსპექტივა. როცა ეს თემები მოესპობა, იმ წუთში დაპირისპირებაში მოდიან ჯგუფები, ესე მუშაობს რა. ეს როგორც აქსიომა შეგვიძლია ესე ვთქვა და შედარებასაც მოგიყვანთ, რომ რამდენჯერ მithქვია, ეგერ იმას რა ქვია, გიორგი მესამემ სანამ ეს ორბელები არ ამოწყვიტავს, ვერ მოითქვა სული ქვეყანა. მამამისმა დავით აღმაშენებელმა სანამ ბაღვაშების მთელი ეს კლანი არ დაასრულა, ქვეყანა ვერ გაძლიერდა. დავით აღმაშენებელმა რა ქვია, ერეკლე მეფემ სანამ ქართლის მეფეები როცა კახეთი გაერთიანდა და ხარკის გადახდა შეუწყვიტა სპარსეთს და მაშინ რო იტყვიან მეფობა არა როგორც ვილაიეთს ჰქონდა ისა რა ქვია რომ შახის წარმომადგენლის ფუნქცია, ანუ გუბერნატორის ფუნქცია ჰქონდა, მართლა სვეტიცხოველში რომ ნამდვილი მეფობით დაიდგა გვირგვინი ერეკლე მეფემ, აი აღადგინა ეს ამბავი, ხო, ამით გაგიჟდა სულ და არ მოეწონა და ქართლის თავადაზნაურობამ ომი გამოუცხადა და ვინ იყვნენ ესენი? ხელფასიანი ხალხი. შახის კარინა ხელფასი ეგზავნებოდა. ყველას თავისი იერარქია ჰქონდა და ხელფასგებულობდნენ. რა განსხვავებაა იმათ შორის და იმ არასამთავრობოებს შორის, რომლებიც დღეს ხელფასგებულობენ და საქართველოს ებრძვიან? არ არის. ამიტომ ესე მაშინაც ყვიროდნენ, აი ეს ვინ მოვიდა დიქტატორი და მოშალა ჩვენი სისტემა და რა უნდა კახეთს ქართლში და აიკითხეთ, რეებს წერდნენ, დავით აღმაშენებელზე რეებს წერდნენ. როცა შექმნა ეს ინფორმაციის სტოვრების ინსტიტუტი, რას უწერდნენ, როგორ ებრძოდნენ. აბა რა გინდათ ეხლა თქვენ, ესე კი ქვეყანაში თუ რაღაცა სუვერენიტეტის გამტკიცება დავიწყეთ, ხო? უნდა ველოდოთ, რომ ტარს დაგვიკრავენ, არ დაგვიკრავენ ტარს. და მოღალატეები, მე არ ვიძახი ეხლა ის რომ ხოცავდნენ, ეხლა რა ქანას აბა ხელისუფლება, კანონი არ მიიღოს, პასუხი არ მოთხოვოს, ეხლა როგორც ორბელებს და ბაღვაშებს გაუსწორდნენ, მასე ხო ვერ გააკეთებს რა. მაგრამ რაღაცა წესი ხო უნდა იყოს. რა გიქვირთ ეგერ ამერიკაში, ეგერ ნახეთ პორტლენდში და იმებში რას უკეთებენ, დაითრევენ, გახეთქავენ წემი, აბა ერთი გაინტერესებს დაახლიან ტყვიას. ტყვიას დაახლიან. ეგ კი არა, ბატონო ლევან, ნიუ-იორკშიც არიან უკვე შემოსულები. ხო, აბა მაგას ვიძახი, აბა ესე არის და თან კიდე აბა პატარა გაუწიე წინამდებობა. მე ესეთი ეხლა პოლიციის შექება საერთოდ არ ვჩვევია, მაგრამ როში ადარებ, აქ ეხლა ადგებიან და უყვირთ გზა გადაკეტეს, დადგებიან, დაწვენ მანქანით რომ მიდიხარ და სასტრაფოდ იმაში რო ხარ დასასრული და გზას გადაკიტეკა თავს ორი კაცი. ეხლა რაღაცა უზარმაზარი აქცია არ იყოს, კი ბატონო, სახელმწიფო უზრუნველყოს და ადმინისტრაციულ სასჯელს რომ ისცემენ 1-2 დღით და ანუ ვინმეს დააჯარიმებენ, ჩვეულებრივი ამბავია. აბა ნახეთ კიდე ამერიკაში შეადარეთ ამერიკაში რა ხდება და საქართველოში რა. და ნახეთ ვინ როგორ იქცევა, ამერიკული გვარდია როგორ იქცევა და ქართული პოლიცია როგორ იქცევა. ეგერ ახლა თქვენ და შეადარეთ. კი, ჩვენ მე კარგად ვიცი რა, იმიტომ გეუბნებით რა. ამიტომ რატომ ამბობ, იცით, აი ეს ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მე არ მინდა დავიჯერო ის, რომ ეს იქნება კამპანიური ხასიათის კორუფციასთან ბრძოლა. დიდ ღალატთან ბრძოლა, კამპანიური ხასიათის არ უნდა იყოს, ეს უნდა გაგრძელდეს, როგორც გითხარი, მთლიანად. თბილისის მერია, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ადამიანებს დობა სახელმწიფოს ნიჰილიზმი კი არა, რომელიც დღეს არის გაბატონებული. ეს არის ყველაზე დიდი მინუსი, აი ოცნების ხელისუფლების, ხო? არამედ ნდობა უნდა განახლდეს იმისა, რომ ვინ სახელმწიფოს აზარალებს, აზიანებს და მოსახლეობას გულსდგენს და იმ თავის სამუშაოს არ ასრულებს, ხო? მათ პასუხი უნდა აგონ.
აი როცა აქამდე მივაქვს ჩვენ ხო, ეს იქნება ძალიან დიდი შედეგი და რა თქვენ რომ მითხარით ეს გახარია და ასე შემდეგ. გახარიაზე რა გითხრათ? ახლა გახარიას რა არის იცით ჩვენთან ხო შემთხვევით ინიშნება ხალხი საქართველოში ხო? ჯერ ერთი პრეზიდენტი მოგვიყვანეს ეს ფილოსოფოსი, რა ვიცი, არ მინდა ეხლა რაღაც ისეთი ეს მეორე ქალბატონი იმის პირდაპირ საფრანგეთის აგენტი სად მუშაობდა ნახეთ და ეხლა იმ რო არ იყო შენ იმათი სპეცსამსახურის ეხლაც კი თანამშრომელი ხო იცი? ეგეთი რამე არ არსებობს რა. ნახეთ ვის რა გზაა გავლილი ხო? გინდა პრემიერები და ასე შემდეგ. ამიტომ ვიძახი ეხლა გახარიას რომ პოლიტიკური ალყო ქონოდა და ჭკუა ქონოდა მიუხედავად იმისა რომ მან რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილს უღალატ რთულ პერიოდში იმუშავა სხვა და ცნობილია ეხლა მაგირო გერმანიაზე მუშაობდა ეხლაც გერმანიაზე მუშაობს ხო კი ბატონო მაგრამ პოლიტიკური ალყო რო ქონოდა ამ თამაშს კი არ აყვებოდა საპარლამენტო არჩევნები რო დასრულდა შევიდოდა პარლამენტში და თელ დატვირთვას როგორც რეალური ალტერნატივა და რეალური ოპოზიცია აიღებდა თავის თავს. არა, ითამაშა სხვისი შეკვეთილი თამაში. ეხლა წაგებული აქვს. ეს არის წაგებული, აი როგორ აიცით? წაგებული რო ხარ და მოგები შანსი რო აღარა. უკვე აი დაკარგო ენერგია დაცრეტილი პროცესი არის რა. ამ სიტუაციაში ბოდის ვიხდი რა მინდა თქვა. ხება ახალი ამოცანა და აი ხა შევხედავთ ჩვენ რამდენად შეასრულებს ბიძინა ივანიშვილი იმ დანაპირებს რომ პოლიტიკური ველი რო განთავისუფლდება აგენტოკრატიისაგან რაც ჩვენ გვაქვს რეალური ახალი ძალები დაიწყებენ მოქმედება ჩვენ ამის აპრობაცია დავიწყეთ აი ახლა ადგილობრივი არჩევნები რო იქნება და ახლა გამოჩნდება ეს მართლა აი ეს პროცეს დემოკრატიზაციის პროცეს და ალტერნატივის შექმნის დატვირთვას მიიღებს თუ ისევ რაღაცა თამაში იქნება მალე გამოჩნდება ესეც ის გახარიას დაბრუნება ისეთივე დროული აღმოჩნდა პირობითად ამ ბრჭყალებში როგორც გერმანიის ელჩის გაწვევა ხო ერთი გუნდის წევრები იყვნენ ხო ალბათ შეიძლება ხო ну ხუმრობა იქით იყოს და რახან ეხა ჩვენ უკვე ჩვენს საპარლამენტო ცხოვრება უნდა განვიხილოთ და თქვენ როგორც გამოცდილი პიროვნება პოლიტიკაში და საპარლამენტო ცხოვრებაში ჩინოვნიკიც ბრძანდებოდით სანამ ამ კითხვაზე გადავალ აქ ჩანიშნული მაქვს თქვენი საუბრიდან გამომდინარე ლილუაშვილი არ იყო სანქციების ქვეშ ფარცხალაძე ვიცი რომ იყო და ღარიბაშვილთან დაკავშირებით რა ინფორმაცია გაქვთ იყო თუ არა და ეს თემა დავხუროთ ღარიბაშვილს მე როგორც ვიცი ქონდა რაღაცა უკრაინის სანქციები და რაიმე ისეთი სანქციები არ ქონია ამიტომ ამერიკა არა არ იყო ხო ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს კავშირები გაიშიფრება რაც შეეხება ფარცხალაძეს იქ იმას ქონდა სანქციები დასავლეთისგან იმიტომ რომ ის რუსეთზე მუშაობდა და ну არ ვიცი ხა ეგეც რაღაც აბსურდული თემაა რუსეთის მოქალაქე გენერალურ პროკურორად ეს არის სერიოზული გადაწყვეტები არასაპატიო გადაწყვეტები რომელიც ხელისუფლებამ დაუშვა ეს მართლაც ეს არის ბატონო ლევან თქვენ როგორც კიდევ ერთხელ ვთქვა პარლამენტის წევრი ძანდებოდით აი ესეთი კამბექი ყოფილა ჩვენს ისტორიაში მე არ მახსოვს ახლა აი ერთი ფრაზა მახსენდება როცა ახალი მემარჯვენეებმა პაუზა აიღეს არ შედიოდნენ მე შევარდნაძემ კვორუმი ვერ შეკრა და საჭირო დრო საჭირო მომენტში შევიდნენ მე კვორუმი შეიკრა და მოკლედ ახალი პარლამენტის სესია განახლდა ანუ ეს პრეცედენტები ყოფილა არა მარტო საქართველოში არის ხოლმე რა ქვეყნებში რომ რაღაცა მომენტში პარტია უცებ გადაწყვეტს მაგრამ ეს ეხლა რა იყო მართლა თქვენი თქმის არ იყოს ძალადაცლილი ესა საერთოდ არა აქტუალური ან უარესთქმა რა იყო ან ეხლა შესვლა რა იყო და ამას ყველაფერს რა მოყვება იქ 50 ადგილი რჩება მე როგორც ვიცი და მაინც არასრულფასოვანი პარლამენტია და აი ხა შემდეგი პროცესი რა იქნება ეხლა თქვენ რაც მაგალითი მოიყვანეთ ეს 2003 წლის პარლამენტი იყო მე მაშინ მეორეჯერ გავხდი პარლამენტის წევრი და იქ ვიყავი ეს მაშინ ცოტა სხვა რაღაცა იყო აქ არ იყო რომ მე შედარებას არ ვაკეთებ მე პრეცედენტს ვამბობ იქაც ვაჭრობის თემა იყო რა მოდი ვთქვა ბატონო ვაჭრობის თემა იყო მაშინ ეხლა ეხლა რაც შეეხება დიახ ეხლა რაც შეეხება ამათ შესვლას მე ესე ვიტყოდი
რომ იმდენად გამოიფიტა შესაძლებლობები, რაც შეიძლება ამ ჯგუფს გახარია ჯგუფს გაეკეთებინა, თან კიდე ცოტა ინტელექტუალური ჯგუფები ვინც იყვნენ, იმათ ხო გააუფთა და ქვემოთ ეწერა ცოტა, ეხლა მე არავის პიროვნულად არ ვაფასებ, მაგრამ გადახედოთ ცოტა ის ხალხი, რომელიც შეიძლება საპარლამენტო მუშაობისთვის საერთოდ არც კი იყო გამიზნული და სიეს შევსების კუთხით იყო ეს ხალხი ჩაწერილი რა, შეიძლება ძალიან კარგი ხალხია მე ამიტომ შეფასება გავაკეთე, მე გეუბნებით უბრალოდ თვითონ შინაარსი პოლიტიკური დატვირთვისა რა იყო. ამიტომ ეხლა ქვემოდან არის გადანაცვლებული და ესენი შედიან რამდენიმე კაცი გახარიას მხრიდან და რჩება შემდგომ ის რაოდენობა, რომლებიც გაუქმდათ, ვეღარც კი შეავსებენ ნაციონალურ მოძრაობას და გვარამიას ჯგუფს, ხო? ესე იგი, მაგ რა ვარიანტებია? ჩვენ ფიქრობდით და ეს არ არის მოხსნილი დღის წესრიგიდან, რომ საერთოდ როცა ამხელა ცვლილება მოხდა, ამხელა გარდატეხა მოხდა 4 ოქტომბრის შემდეგ, ხო, საერთოდ ოპოზიციურ სპექტრში, აი ამ რადიკალური ჯგუფების სპექტრში, შინაარსი და თვითონ საჭიროება დგებოდა, რომ ახალი არჩევნები ჩატარდეს. არის ამის ის დატვირთვა, რომ ახალი არჩევნები ჩატარდეს, მაგრამ ოცნების ელიტა დღეს აცხადებს ესეთ რამეს და ამას აქვს სამართლებრივისა, მე არ ვუჭერ ამას მხარს, მაგრამ სამართლებრივი საფუძველი არსებობს, რომ ის ადგილები პროპორციულად გადანაწილდეს. დარჩენილი, რაც თქვენ ბრძანეთ, მიახლოებით 50 ადგილი. ანუ რაღაცა მოემატება გახარიას, მაგრამ დიდი ნაწილი მოემატება ოცნებას. და ოცნება ამ შემთხვევაში ღებულობს კონსტიტუციურ უმრავლესობას. და უკვე კონსტიტუციური უმრავლესობა იქნება. ასე რომ მე უფრო მხარს დავუჭერდი, რომ ახალი არჩევნები ჩატარებული იყო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, საერთოდ პოლიტიკური ლანდშაფტი არის შეცვლილი, მაგრამ ის ვარიანტიც, რომ უბრალოდ იმათმა პროპორციულად გადაინაწილონ ეს ნაცების და გვარამიას და ჯგუფების ხმები, ალბათ აქეთკენ წავლენ. ყველა შემთხვევაში ეს განაცხადეს. ეხლა აქ ერთი მომენტია ესეთი მომენტია, აი რატოა საჭირო ეს კონსტიტუციური უმრავლესობა და ასე შემდეგ. მაგალითად კონსტიტუციური უმრავლესობა, რომ მარტო ოცნებას აქვს, მე ეს არ მომწონს. კონსტიტუციური უმრავლესობა რო იყოს კოალიციური ჯგუფით, აი ახალი საპარლამენტო არჩევნებას ვამბობდი, კონსტიტუციური შეთანხმება, კონსტიტუციური კოალიცია, ესე დავარქმევდი მე, იმიტომ რომ ბევრი რამ არის გადასახედი ჩვენს ქვეყანაში, ძალიან ბევრი რამ. მე პირდაპირ გეტყვით, ჩანაწერი იმისა, რომ ჩვენ საქართველოს უცილებლად ნატოს წევრი უნდა გახდეს, რომელიც ვეღარ გახდება ვერასდროს. და აქვე გეტყვით, რომ ნატოს წევრი შეიძლება გამხდარიყო საქართველოს 2007 წელს, როცა იყო იმის ბუხარესტის სამიტი და მაშინ ბუშს უნდოდა ძალიან რომ მივეღეთ და ყველანაირი საკითხი იყო გადაწყვეტილი, რუსეთი იყო სუსტი და ვერც ვერაფერს ვერ იზამდა, მაგრამ დაბლოკა მერკელმა და ოლანდმა, გერმანიამ და საფრანგეთმა. ეს უნდა იცოდეს ყველამ. მაშინ ჩვენ ჩავკეტა ევროპამ, რომ გავწერიანებული ხავით იმაში. ეხლა შანსი აღარ აქვს, მაშინ იყო შანსი, ეხლა რუსეთი ძლიერია, მხოლოდ ზიანს მოგვიტანს და ომი უკრაინაში ამის გამო დაიწყო. იმიტომ რომ უკვე მერე დაიწყო ომი, 2022-ში დაიწყო ომი. და არა 2007-ში, რამდენი არის დრო გასული და აკვირდა როგორ შეიცვალა რუსეთი. და ჩვენ კიდე საფრთხე დღესაც გვიდგას ჩვენ. ამიტომ ეს ნატოს თემა ეფემერულია და უცილობელი მოთხოვნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება წესმემაჩნია კონსტიტუციაში ესეთი ჩანაწერები არ უნდა იყოს. ეს გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა იმიტომ, რომ დაენახებინა დასავლეთ რომ ერთგული ვარო თქვენიო, მაგრამ მონა არა ვარო, მაგრამ მონა უნდა. და მიგეთ როგორი თემა. რატო ჩაწერეს ეს? ესია. ეხლა მოგწონთ, არ მოგწონთ, ეხლა ზოგიერთი იყვე უსეთმეა, მამალად ტვინი გაანძრიეთ ცოტა რა, მე მაყურებლებს მითხრა, ცოტა შეხედეთ თლიან სურათს რა ხდება ჩვენს გარშემო. არა მარტო საქართველოში, თლიანად გარშემო, სამეზობლოში რა ხდება და სოფლიოში რა ხდება რა. ამიტომ დღეს ჩვენ გვაქვს ახალი შესაძლებლობები, ახალ შესაძლებლობებს ღებულობთ, ადრე თუ არ ქონდა არანაირი შესაძლებლობა, ისტორიულად არ ქონდა შესაძლებლობა ადრე. ხან ბიზანტიას ვირჩევდით, ხან სპარსეთი იყო, მერე ჩაიგეთ ერთიც, მეორეც არც ერთი არ ქონდა, რუსეთი გამოჩნდა თუ მერე ეს რა ქვია, მუსულმანური სამყარო და მოხდით აი ესეთ სიტუაცია. ეხლა არჩევანი დიდია. ევროპას არჩევანია, შეერთებული შტატებთანაც არჩევანია. ეგერ სამხრეთის ქვეყნები ჩდება, ჩინეთი თავისი ამხელა გლობალური სამხრეთი ინდოჩინეთითა და ასე შემდეგ, ხო? სერიოზული რუსეთის არჩევანია.
ჩვენ ბალანსით უნდა გავაძლიეროთ სახელმწიფო და არა ვიღაცასთან რომ შევეკიდოთ. ბალანსით უნდა გავაძლიეროთ. ყველასთან უნდა ვიყოთ კარგად და მათი ინტერესებიც გავითვალისწინოთ, მაგრამ არა ჩვენი ინტერესები საზიანოთ. და ესე მიდის ეს პროცესი ახალი რეალობები გვექნება და ნუ მივეჩვევით იმენ რომ აუცილებლად ვიღაცასთან უნდა ვიყოთ რა. არავისთანაც არ უნდა ვიყოთ. მე ესე გეუბნებით არ უნდა ვიყოთ არავისთან. ამავდროულად ყველასთან უნდა ვიყოთ, მაგრამ ჩვენ თავთან უნდა ვიყოთ პირველ რიგში. საქართველოს გაძლიერებისთვის ვიღოთ. ეს არის მთავარი ამოცანა. ბატონ ლევან, სამხრეთ კავკასიაში როგორ წარმოგიდგენიათ ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფო, როგორც ევროპაში შვეიცარია? ეს რეალობაა თუ ეხლა ჩვენი фантазиაა და ეხლა თქვენ ბძანეთ და იმიტომ გამიჩნდა ეგ შეკითხვათ ჩავინიშნე. რამდენად შესაძლებელია აი გარემოდან გამომდინარე, რა ჩვენს გარშემო ხდება, რომ ნეიტრალურები ვიყოთ? შეიძლება ეგ ვარიანტი ნეიტრალური ავიღოთ, მას ეხლა მეგერე იმას მოლდოვასაც უწერია ნეიტრალური სახელმწიფოა და უკრაინასაც ეწერა რომ მიუმხრობელი სახელმწიფოა, მაგრამ ეს საით მიდის და იგი რომებია და ამას რას ჩაწერ მნიშვნელობა არ აქვს. თუ გინდა ჩვენ გვიწერია აგერ ევროკავშირში უნდა შევიდოთ, მაგრამ შევიდეთ კი არა, კარები ჩაგვიკეთეს და გვეუბნებიან გინდა აგაკურეთ, გინდა თავით დაეჯახეთო თქვენ საკითხს ჩვენ არ მივხედავთ ჯერჯერობით არ განვიხილავთ ხო? ამიტომ ჩანაწერს მნიშვნელობა არ აქვს. მე ვფიქრობ რომ პანაცეა ნეიტრალიტეტი არ არის, საინტერესოა ნეიტრალიტეტი, მაგრამ ისე უნდა დავწონოთ რომ ჩვენ ნეიტრალიტეტით არ შევიზღუდოთ საშუალებები, ჩვენ მოქმედებით შეგვიძლია ვიყოთ ნეიტრალური, მოქმედებით. მაგრამ ჩანაწერით შეიძლება შევიზღუდოთ. ამიტომ კარგად უნდა ავწონოთ. ეხლა შვეიცარიის მაგალითი ყველა შეთანხმდა გარშემო ქვეყნები, მათ შორის ფაშისტური გერმანიაც კი, რომელმაც არანაირი სამხედრო მოქმედება შვეიცარიაზე არ განახორციელა, რომ ის მართლაც უნდა ყოფილიყო ნეიტრალური. ჩვენ თუ ესეთ შეთანხმებას მივახციეთ ჩვენს ძირითად პარტნიორებთან, წამყვან იმპერიულ ქვეყნებთან და სამეზობლოში, მაშინ შეიძლება ეს ნაბიჯი გადავდგათ, იმიტომ რომ ისინი უნდა იყვნენ გარკვეული ბენეფიციარები ჩვენი ნეიტრალიტეტისა, მონაწილენი უნდა გავხდათ. მაშინ შეიძლება. თუ ესეთი რამე არ არის, ჩანაწერის გულისთვის აზრი არ აქვს. კარგად უნდა გავთვალოთ, რომ ჩვენ შედეგი მივიღოთ და არა რაღაცა ვიღაცის მოსაწონად ერთი მხარის მოსაწონად რაღაცა დავწეროთ. თუ გნებავთ, აი მაგალითად რუსეთი ამ შემთხვევაში, ხო? თუ კი ყველასთან, აი ამიტომ მე უფრო აი დაბალანსების მხარ უჭერ, შინაარსობრივ დათვირთვას უწერ და თუ ესეთი რამე არის, რა თქმა უნდა, შეიძლება ეს მე ჩანაწერში გადაიზარდოს. და მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ იგივე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისითაც ძალიან სერიოზული სამუშაოა. აი ამ ვერს დავამატებდი, იგივე კონსტიტუციური ესეთი კოალიცია თუ უმრავლესობა ჭირდება, იმიტომ რომ ეს საკითხიც დავძრათ. ეს საკითხი ვერ დაიძრება თუ კი არ დავიწყეთ ლაპარაკი იგივე ოკუპანტთან, მტერთან, რა ვიცი, რაც გინდა ის დავარქვათ რა. რასახელიც გინდა დავარქვათ, ამ ყველაზე დიდი საზღვარი რუსეთთან აგვაქვს ჩვენ და მათთან უნდა დავიწყოთ აუცილებლად საუბარი ჩვენი პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით. სანამ ბოლო კითხვაზე გადავალ დღეს, ზუსტად იმიტომ ვახსენე ნეიტრალიტეტი, რომ ჩვენს სამეზობლოში ყველა იცოდეს, რომ ჩვენი მხრიდან მათ საფრთხე და საშიშროება არ ელოდება და შეიძლებოდა ეს ყოფილიყო ზუსტად გარანტია იმისა, რომ ის ორი ავტონომიური ოლქი ბოლო-ბოლო დაბრუნებულიყო de facto, de jure ჩვენ ტერიტორიაზე, მაგრამ de facto, აი იმიტომ ჰიპოთეტიურ ვარიანტად ვამბობ, რომ კარგი იქნებოდა, რომ ამის საშუალება ყოფილიყო, თუმცა, როგორც თქვენ ბძანეთ, იმ შვეიცარიაში მაშინ ყველა შეთანხმდა და ჩვენს გარშემო რაღაც ეჭვმეპარება რომ ყველა შეთანხმდეს ამაზე. ბატონო ლევან. და აი ბოლო კითხვა. სომხეთის, აზერბაიჯანის პრემიერები იყვნენ საქართველოში. რა შეხვედრა იყო ეს და რა პერსპექტივებს უქადის საქართველოს? რასთან დაკავშირებით იყო ეს საერთოდ? მე ხა მოკლედ გეტყვით, საინტერესო შეხვედრა იყო საერთოდ. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ამით კიდევ უჩვენა თავისი როლი კავკასიაში და ამ რეგიონში. ჩვენ ყოველთვის ვიყავით აი გადამწყვეტი როლი საერთო კავკასიური პრობლემების თვალსაზრისით. და აი ეს რომ საქართველოს ამას იბრუნებს, მე მივესალმები ამას, ბევრი დრო დაიკარგა, მას შემდეგ როცა შევარდნაძემ და ალიევმა საერთოდ აი ამ კორიდორს და ჩვენ ქვეყნებს მიარიჭეს ფუნქცია. მაშინ დაიწყო ეს ამბავი, აბრეშუმის გზა და ასე შემდეგ. ეხლა ამან მიიღო ფართო ხასიათი, ეს არ არის მარტო ენერგომატარებლები, ბაქო-თბილისი, ჯეიხანი და ერზრუმის გასადენი და იგივე ბაქო-თბილისის სუფსა და ასე თავიდან დაიწყო. ეხლა არის მთელი ლოჯისტიკური კომპლექსი.
აი დიდი გაერთიანებული თემატიკური საკითხები, რომელიც უკავშირდება თვირთების გადაზიდვას, მომსახურებას, გზების, სარკინიგზო მიმართულებების, საბორნე გადათვირთვების, საკონტეინერო მომსახურების მთელი სფერო არის და თან ეს გაითვალისწინებთ არ არის მარტო აბრეშუმის გზა. ეს ძალიან საინტერესოა, ხა თუ გადავდივარ ამაზე. აბრეშუმის გზა ითვალისწინებთ ჩინეთიდან ევროპაზე ჩვენი გავლით, ხო? ეს არის ერთ-ერთი მთავარი თემა. მაგრამ მეორე თემა, რომ აზერბაიჯანმა და სომხეთმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო ხელშეკრულებას და ზანგეზურის კორიდორი, ტრამპის კორიდორი დაერქვა ახლა ამერიკელებმა საინტერესო თემა შეთავაზეს, ამან უკვე სხვანაირი ხასიათი შეძინა ამას. ამიტომ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ აქ მეორე პერსპექტივა ჩდება ჩრდილოეთი, ანუ რუსეთი, ირანი, ინდოეთის დამაკავშირებელი და რუსეთი, თქვათ იგივე სომხეთის გავლით თურქეთის დამაკავშირებელი. ამას ჩვენ კონკურენციად არ უნდა შევხედოთ. პირიქით მე ვიტყოდი, რომ ესე უნდა გაკეთდეს, რომ ეს უნდა იყოს არა კონკურენცია, არამედ კორიდორის დატვირთვის ახალი საშუალებები. ჩვენ შეგვიძლია ისე მოილაპარაკოს სამივე ქვეყანა, საქართველოს, აზერბაიჯანმა და სომხეთმა, ხა სომხეთი ჩაერთო ამ პროცესში, ხო? რომ მეტი სერვისი შევთავაზოთ, მეტი უფრო საშუალებები მივცეთ ამ ჩვენი ტერიტორიებით გეოპოლიტიკური განლაგებითა და გზებითა და ლოჯისტიკური ყველა ინფრასტრუქტურით სარგებლობისა სერვისები შევთავაზოთ, რომ მიიღოს ყველა მონაწილე მხარემ თავისი შემოსავალი. მე ესე შევხედავდი ამ ამბავს. ამიტომ იყო ჩამოსული აზერბაიჯანის პრემიერი, სომხეთის პრემიერი ძალიან კმაყოფილები დარჩნენ და მე მხოლოდ მივესალმები, რომ საქართველოს აი ეს როგორც ცენტრალურ დამაკავშირებელ რგოლს ეს დატვირთვა უფრო მეტი მიიღოს და აი ამ კორიდორების სარგებლობით უფრო მეტ შესარგებლოს და მეტი შემოსავლები მიიღოს ჩვენ ქვეყანასაც და ჩვენს მეზობლებსაც. ბატონო ლევან, ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ ეს საინტერესო ინტერვიუ მომეცით და საერთოდ დრო რო გამონახეთ და აი ამ გვიან ღამეს რო დამიკავშირეთ. მე ხარს უჭერე, მე იმითო გეუნებით, რომ აი მინდა რომ თქვენმა ამ მიმართულებამ გაფართოება მიიღოს და ამერიკაში მე ახლა არ ვიცი ვინ აკეთებს გავს, მე არ მინახია და აი სხვა შტატებზეც თქვენგან აი რაღაც მოიფიქრეთ, რომ უფრო მეტად გაიშალოთ რა. იმიტომ ჩვენი ემიგრანტები ამერიკაში უნდა შევკრათ უნდათ და ისე უნდა მოვამზადოთ სიტუაცია, რომ დაბრუნების სურვილი გაუჩნდეთ და ბევრი დაბრუნდეს. აი ზუსტად უერთდები მაგ პათოს და ჩემი მსგავსი პლატფორმა, მსგავსი პოზიციით არ არიან ბლოგერები, მაგრამ ისინი სხვა პოლიტიკურ პლატფორმაზე არიან, ხვდებით ალბათ. არ გვაინტერესებს პლატფორმა პოლიტიკურია, შემოიყვანე და დაველაპარაკოთ, სტოგზაზე დავამყენოთ ის ხალხიც. მე მეცაც გასაყოფი რა გვაქვს, სამშობლო ერთი გვაქვს და ამ პარტიობანას და რაღაცებს თავი გავანებოთ, ჩვენ ქვეყანას მივჭედოთ. მე მეცაც გეტყვით უყურებენ ჩემს ბლოგებს და ინიციატივა თუ წამოვიდა, მე პირიქით გამიხარდება, მით უმეტეს ახალ პლატფორმას აქვს საშუალება, რომ რამდენიმე პირი შემოვიდეს. ბატონო ლევან, ძალიან დიდი მადლობა და მომავალ შეხვედრამდე. გაიხარეთ, წარმატებებს გისურვებთ. მადლობა.